რამდენჯერ წავდეს თავი ერთ-ერთად არ დამირყავს. ასე მგონია ტანკს ვატარე. შენი სისტემი მახეკინე ხა და $50 მაჩალიჩე პანაშვიდების. ჯერა. არა. გადავტყდი ნეკრი. ფერი გავა. აგ მიჭირს. ნუდადი ხარ გოგოსავით. მაბნევ შენ გადიგი. ჩეპი სიმონ ჩეპი. ამ ვიდეოს ვწერე ხლა უშუალოდ ვიდეოს დადების წინ. იმიტომ რომ მინდა პატარა შესავალი გავუკეთო ვლოგს და თან წლის შემაჯამებელი მადლობა გადავუხადო აბსოლუტურად ყველა ადამიანს და რა თქმა უნდა მათ შორის თქვენს, ვინც მთელი წლის განმავლობაში იყო ჩემს გვერდით. ეს ვიდეო იქნება ცოტათი განსხვავებული. იმიტომ რომ ექნება თავისი მორალი და სიბრძნე. და ამას ეწოდება არასოდეს თქვა არასოდეს. მთელი ცხოვრება ვამბობ და მიმაჩნია რომ მოტოციკლეტი არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტრანსპორტი, რაც კი არსებობს. და აბსოლუტურად ყველას ჩემს გარშემო სახლობაში, სანაცნობოში, სამეგობროში, საერთოდ ყველას ვუსვამდი ერთ და იგივე კითხვას: რატომ? რატომ მართავდნენ ამ ტრანსპორტს, რატომ იგდებდნენ თავის თავს საფრთხეში, რატომ დებდნენ სასწორად თავის ჯანმრთელობას სიცოცხლეს და ასე შემდეგ და მთელი ცხოვრება ვამბობ რომ არასოდეს ამ ტრანსპორტზე არ დავჯდები მეთქი. ამ ვიდეოში არის მოთხრობილი, ასე ვთქვათ, როგორ შევისწავლე მოტოციკლეტის მართვა და სრულიად შემთხვევით მართლა არასოდეს არ მიფიქრი ამაზე, ავიღე მართვის მოწმობაც. სანამ უშუალოდ ვლოგი დაიწყება, მანამდე მინდა მოგილოცოთ დამდეგი 2025 წელი, ვინაიდან სწორედ 24 წლის მიწურულს იდება ეს ვიდეო და გისურვოთ იმაზე ბევრად კარგი წელი, ვიდრე ეს 2024-ში იყო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს სპონსორებს, კომპანია Trust Imports და Little Tree Georgias, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იყვნენ ჩემს გვერდით და წვლილი შეჰქონდათ ჩემი საქმის კეთებაში და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ თქვენ მაყურებლებს, იმიტომ რომ თქვენს გარეშე არც ერთი იუთუბერი არაფერი არ არის. თქვენ ხართ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ყველა კონტენტ კრეატორისთვის და ეს მინდა რომ იცოდეთ. მედია ვიდეო მოგეწონება და ძალიან გამიხარდება თუ ბოლომდე უყურებთ, იმიტომ რომ ბოლოში მაქვს თქვენთვის კითხვა დატოვებული, რომელ კითხვაზე პასუხიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩათვალეთ თქვენზე არის დამოკიდებული რაღაც ძალიან დიდი ცვლილება და სიახლე ჩემს ცხოვრებაში. ამიტომ ველოდებით თქვენგან კომენტარებსა და რჩევებს. მადლობა და ისიამოვნთ ახლა ვიდეოთი. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. ჩვენ ახლა ვიმყოფებით პიტსტოპ აკადემიაში. ჩვენ ვიმყოფებით ახლა პიტსტოპ აკადემიაში, სადაც მოსული ვარ ყველასთვის გასაკვირად და ჩემ და გასაკვირად პირველ რიგში მოტოციკლეტის ტარების შესასწავლად. ეს ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი ამას თუ გავაკეთებდი, მაგრამ ესე ყველაფერი ხდება. ეს პირველი გაკვეთილი არ არის, რამდენიმე გაკვეთილი უკვე ვიარე. თქვა თანიბანი ვისწავლე მოტოციკლეტს როგორ დავძრა, როგორ გავატარო და ასე შემდეგ. და ეხლა ვნახოთ დღევანდელ დღეს რაც ვიზავ და მინდა რაღაც კადრები გადავიღო, იმიტომ რომ თუ კარგი გამოვა, ვლოგი აეწყოს რა და თუ ამას უყურებთ პრინციპში, ესე იგი კარგი გამოვიდა და აეწყო ხო და ნახოთ რაც გავაკეთებთ, როგორ წარიმართება ზოგადად ჩემი მოგზაურობა აი ამ სამყაროში და ვიდეოს ბოლოში ვნახავთ შედეგს, იმიტომ რომ მართვის მოწმობის გამოსვლაზეც დავრეგისტრირდი და ნახოთ რას ვიზავთ. გავიკეთოთ ხელთათმანი, ჯერეთი რო ცივა. და მეორე ის არის რომ ზოგადად ხელთათმანით უნდა მიეჩვიო მოტოციკლეტის მართვასო, ასე ბრძანა მასწავლებელმა. მზად ხარ? გონი კი. გამეყოლი გავიწყდე. всё მზად ხარ, თუ მზად ხარ წავედით. მზად ხარ? კი. არაფერი გავიწყდე. კაი, მართლა გე. შანსია. მართლა ნოლი გაქვს შანსი მაგის. რატო? იმიტომ ჩაფ. რამდენჯერ წავდეს თავი ერთ-ერთად არ დამირყავს. დაიფარე. აი რა შემთხვევით მე დროზე შანსი არ აქვს. კაი. კაი, გამიშვა ამით იწავალ. მაგის. მოიცი სიჩქარეში ვთავ. დაიფარე. შენი სისტემი მახეკინე ხა და $50 მაჩალიჩე პანაშვიდების. რატო რაც წეღა ნახე კი იმას ჩემი სისხლი არ ჯობია. დაიჯირე. ჩოფხუტი ერთ მის მტერი. სრულიად წყოს მნიშვნელობით. არა, აქ შესაკრავი. სად გამიშეცი? არა, როგორ ეძახო მე ეგრე დაუდახე და არა, როგორ ეძახე ეგრე. ვიდეოს იქით როგორ ეძახი ეგრე. ვიდეოს იქით გვერდით და სად გამია. წავედი? წავედი, ეხლა ძალიან ნორმალა, არაფერს არ ვაკეთებ, არანაირ სავარჯიშს არ ვასრულებ. უბრალოდ ვიდრებით და წრეს ვარკვევთ მოვიდოს და ნორმალა. ამას დავტოვებ.
ეცემა გააკეთე. თან ეცადება დინია ეცახებინა, გეგონება გიხარია. ანუ როგორ? აქ შემოდი შეგიტე. აქ შემოვედი. მარჯვნივ, ბოლომდე მარჯვნივ. ჩიკი. არ ყოფნის ადგილი. ძალიან პატარა ადგილია, არ მყოფილი. რავი, მარტივი რომ მოვალო რა. ვერ შვები ამას. კაი, ესე მოვუხვიეთ, მე გადაიხარეო, ესე მაგრამ დიდი წრე გამომდის. ხა ეს მოდი ეგრე ფეხ. ნუ დადიხარ გოგოსავით, მოუხვე. ძალიან ძნელია. ბოლომდე. აჰა, ბოლომდე. ეგრევე მარცხნე ბოლომდე ნახე. აი ამ არის შეხედე გააჩერე. სად? ეხა აი აქ ჩათვალე არის ვირტუალური ხაზი რა, აი ამ ორ საფიშკას შორის. რას ნიშნავს? ეცამ გააჩერე. ეხლა. One eternity later. ეცამ გააჩერე. გისმენ თან? ვერ მისმენ, უნდა გაყურებინო, გააჩერე. აი ამ ხაზს გადაივდი თუ არა წინა საბურავით, ნიშნავს რომ ეგრევე უნდა მოუხვე მარჯვნივ ბოლომდე. პირიქით როცა იქიდან შემოდიხარ, აი ესე. აი ამ ხაზს გადაივდი თუ არა ბოლომდე მოუხვე მარცხნივ. მიხვდი, ანუ ხო, მაგრამ იყირავდება მოტოციკლი. მაგიტომ რომ ტანს არ წევს საპირისპირო მხარეს. მაგას ახლა კიდე გაგახსენებ და მიხვდები რა და როგორ უნდა გააკეთო. როგორც კი გადახვალ, შემოხვალ თუ არა წინა საბურავით, თუ აქედან შემოდიხარ, ეგრევე მარჯვნივ მოუხვე, თუ აქედან შემოდიხარ, ეგრევე მარცხნივ მოუხვე, ოკეი? მიდი, მოგუსავით არიანო, მიდი. კაი, წავედი ბიჭები თუნდა ვიარ. ეხა ეგრევე მარჯვნივ, ბოლომდე. ფეხი არ გიდა, მოუხვე. ეგრევე მარცხნივ. აი, ეგრევე მარცხნივ მოუხვე. მიდი, შეგიძლია და გავიტანე ფიშკი. კაი, წავედი. გამირბის. ბოლომდე. ერთი წამი ნუ მიყვერი ხარ და ვიბნევი. აი, გაიწიე ადამიანი, ფიშკა არ მყოფს, კიდე შე რომ მიდგე ხარ. ბოლომდე ჩაკეთე. აჰა. რო არ გქონდეს იმის რომ საჭი გაასწორო რა. თითოეული წამის მიათედი საჭის გასწორებული ხია რომ გავიდა. აუ მაბნევ შენ გადიგით. დედას პიცა ვარ ძალით. ვიცი რომ ძალით არ შვები. ეგ უფრო ცუდია კაკრას ხდები რომ ძალით არ შვები. კაი, რამე სხვა ვქნათ რა. დაიწყე, აი ამ ზოლში სხვაგან ასად არ გადავდივართ, ყველა ფიშკასთან მარცხენა მხარეს წრეს გააკეთებ, გადახვალ შემდეგ ისევ მარცხენას წრეს გააკეთებ, ისევ შემდეგ ყველა ფიშკასთან, ყველა კონუსთან, მხოლოდ მარცხენა მხარეს წრეს აკეთებ, ოკეი? მიდი დაიწყე. მიდი. ისევ შემდეგი. ეს მარტივია. აია, ხო, მარტივია. დაიძარისო თავიდან, აი აქედან დადიქი ახლა, ყველა კონუსთან მარჯვენა მხარეს დაარტყი წრე. აი, მიდი დაიწყე. მოატრევალი და დაარტყი წრე ბოლომდე. გადავიხარო. ბოლომდე. აი, გააჩერე. აი, გააჩერე. ეხლა არის ეს ამბაიგზე უნდა ვცადოთ პირველად ჯდები ამბაიგზე. იცოდე რომ ბევრად მძლავრია, ბევრად არამანევრულია და ბევრად მძიმეა. შესაბამისად, უბრალოდ უნდა დავждდეთ და წრეები დავარტყოთ, რომ მოვირგოთ, ნახოთ რამდენად რთული არის მძიმე მოტოციკლის გატარება. მიეჩვევი, თავიდან იქნება ერთი 10-15 წუთი სირთულის მომენტი, მაგრამ მე ჩვეულებრივად გამოგივა ყველაფერი რა. ეს რამდენი კუბია? 125-იანი არის ეს რა. რაღაცა ეთქო. 125-იანი ის. 750-იანი არის. ხო, მაგრამ არა უშავს. მე შენს ძალაში და რა ქვია, სკილებში არ მეყარება, ეჭვი ჩვეულებრივად იზავ ყველაფერს. ძალიან დიდია. მე რა, აი რულო მაგაზე დაჯექი ახლა, აჩქარების გარეშე, ნერულობის გარეშე უბრალოდ ჩდები და რამდენიმე წუთი პროსტა წრეებს ვარტყავთ, რომ ნახოთ როგორი ტიპი არის მძიმე მოტოციკლეტი. მე გადავალთ უკვე ზიგზაგში სიარულზე. მიდი დაჯექი. დავიწყოთ. ვაიმე დედა, ვაიმე, ძალიან დიდია. და ძალიან სწრაფად მიდის. ასე მგონია ტანკს ვატარებ. ეს მოტოციკლეტების ტიტანიკია, ხო? აუ, რაღაცა თავიდან უფრო მეგონა რომ ვერ გავარწმევდი თავს. რაცა არც ისე რთული ყოფილა. ეხლა ნახე, ხოწე ხარ? გონი. აი, მოკლედ ეხლა ნახე რა შევ. გვაქვს დაალაგებული სავარჯიშო, რომელიც არის ზუსტად იდენტური, რაც საგამოსტოზე არის რა. ეს ინფლუენსერობა ხო. აი, ესე ვერ. ხო, რა მე გავაჩვენე ესე.
ეხლა გვაქვს დაალაგებული სავარჯიშო ზუსტად იდენტური რაც გამოცდაზე არის და ეხლა უნდა გავაკეთოთ ზუსტად იგივე რაც გამოცდაზე მოგიწევს. გამოცდაზე დაგვხდება ზუსტად ესეთი მოტოციკლეტი და ზუსტად იგივე რაც ეხლა მოგიწევს რომ გავაკეთო რა. ეხლა გიგა დაგვეხმარება, გიგა გააკეთებ ზუსტად იგივეს ყველაფერს რაც საგამოცდაზე არის და ზუსტად იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენც მერე მოტოციკლეტით რა. დაიწყეს მარჯვენა მხრიდან ზიგზაგს, ზიგზაგის მერე გავაკეთებს შიხში მოტრიალებას, შიხში მოტრიალების შემდეგ გადართავს მეორე სიჩქარეში და მეორე სიჩქარით უნდა გავაკეთოთ უკვე ეს რუიანი. რუიანიდან გამოვდივართ და ვაჩერებთ ეგრევე მოტოციკლეტს რა. ეს ხდება, ეს არის მთელი საგამოცდო სავარჯიშო რაც უნდა გავაკეთოთ აუცილებლად იმისთვის რომ არ ჩავიჭროთ გამოცდაზე. იმისთვის რომ მართლაც ავიღოთ, საჭირო არის რომ ზუსტად ეს ყველაფერი გავაკეთოთ ისე რომ ფეხი არ დავდოთ, არ ჩაგვიქროს მოტოციკლეტი, არ წავაქციოთ რომელიმე კონუსი და არ გავცდეთ იმ შემოფარგლულ სივრცეს. ხო, შენც არ უნდა წაიქცე, ეცადე მაქსიმალურად. გიგა ზუსტად საგამოცდო ყველაფერი გააკეთე, ნელა გააკეთე რომ თვალით აღიქვას რა და როგორ არის გასაკეთებელი. ანუ ეს ზიგზაგი რაღაც მარტივი ჯერ, მაგრამ ანუ აქ რუიანი არა, ეგ ნახე, იგივე სიჩქარით არის ყველაფერი, იგივე ყველაფერი არის გასაკეთებელი. იგივე პროსტა დაბალი სიჩქარით. შენ როგორც შეგიძლია მაგ სიჩქარით გააკეთე. ანუ თავი არის ის მეორე შეგა დავთხოვ სწრაფად. აი სიხმარე, ცეპლენია და მუხრუჭიც გაქვს. თუ ფიქრობ რომ ძალიან აჩქარდი, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ცეპლენია ვიხმაროთ მუხრუჭთან ერთად. თუ ფიქრობ რომ პირიქით შენელდი ძალიან და ინერცია გჭირდება უფრო მეტი, შეგვიძლია ოდნავ გაზის გამოიყენო. მიხდი? თავი არის ხელში კონტროლი კონდეს მაგისი რა. მიდი. დაიწყო. არა. ვაიმე. აუ ძალიან სწრაფად მიდი. ვაიმე. არც ეს რთული ყოფილა. ხო, არც ეს რთული ყოფილა. ეხლა გაზე გამექცა. რაღაცე ვიცი და მაგიტომ თან მანამდე გითხარი დავამხრუჭემეთ და ვაფშე ხელი არც მიგიტანია უხრუჭამდე რა. ნახე ყოველთვის რა სიტუაციაში არ უნდა იყო, სადაც არ უნდა უხვევდე, რა სიჩქარითაც არ უნდა მიდიოდე ყოველთვის ან ორი, ან ერთი თითი კიდევ ყოველთვის მუხრუჭზე. შენ ეხლა როცა დაგიძახე დავამხრუჭო, ჯერ გაიაზრე რას ნიშნავს მუხრუჭი, რატო უნდა დავამხრუჭო, ეხლა იქნებ გავიარე მუხრუჭის გარეშე, ან რაღაცები იფიქრე შენ თვითონ, მე სანამ ხელი აიღე და სანამ მუხრუჭამდე მიდაე და ამასობაში გავიარეთ 1-3 მეტრი დაახლოებით. და დავხოცეთ 1-4 ბებუ რა. იმისთვის რომ ჩვენ სამუხრუჭო მანძილი მაქსიმალურად შევამციროთ, ყოველთვის თითი უნდა გვედოს მუხრუჭზე. რომ არ მოგვიწიოს გააზრებიდან, თვალის რეფლექსიდან, თითის რეფლექსამდე დროის დაკარგვა. სანამ თითამდე მივიდათ მაგ ინფორმაციას, რომ უნდა დავამხრუჭოთ. ანუ უკვე კიდე გადაცია კიდე. მეც ვეღარ. ვაი. ისე ვაღარ, როგორ ასწორებ ეგრევე მეტი და გიწევს. ნუ ასწორებ, ან ბოლომდე ეს გადაცემული რა. ესე მეც ვეღარ წავ გადავტყდი ნეკნი. გადაცემული შეგიძლია რა. გათხოვო? ეხლა ნახე, შენ როცა ზიხარ მოტოციკლეტზე, მაგიტო გიწევს ამხელა წრის დარტყმა და იმენა წერეთელზე ადიხარ ხოლმე მოსატრიალებლად რა, რომ აი ამ პოზაში ზიხარ. არც ერთ ხელს არ ხრი, ორივე ხელი გაქვს გასწორებული და ტანი გაქვს ესე და ნუ აი მაქსიმუმ თავს თუ გაამოძრავებ ხოლმე და მე გგონია რომ იმე არიწევი კამერაში ნახავ მე ვიდეოში მიხვდები რომ არიწევი. ნახე, მივიდი ბოლომდე მოხოვულია საჭე, მაგრამ შეხედე თუ ტანს არ გავასწორებ, ისა არ მოუხო. ნახე, მაინც ფიშკამდე მივდივარ. მიხვდი? ანუ მარტო მოტოციკლეტის მოხოვა საკმარისი არ არის იმისთვის რომ ჩავეტიოთ. თუ მოტოციკლეტსაც არ დავხრით და ტანსაც არ გადავწევთ. ანუ გადავწიეთ. მიხვდი? ტანს მაქსიმალურად წევთ მარჯვნივ, მოტოციკლეტს ხრით რა. მიხვდი? მე თუ შემიძლია მე არ ვარ რაღაცა ზებუნებრივი ღმერთკაცი რომ მე თუ შემიძლია ნიცროს შენს გააკეთე. უბრალოდ ეს ყველაფერი არის, მაგრამ ცოტა ძალიან წინა კვირას დავიწყე. ამიტომაც. ამიტომ ჯერ მეტი გამოსულება გაქვს. კაი, მოკლედ დაიწყე ისე თავიდან და ეცადე ყველა კონუსთან არ დაგავიწყეს. ყველა კონუსთან მაქსიმალურად საჯდომის ზედა ნაწილი მაქსიმალურად რის საშუალებაც გაქვს გადაწყვეტ მარჯვენა მხარეს. ანუ ნახე, აქ არის დაღმართი. როგორც კი გადავიხრევი და მოტოციკლს გადავხრი, ანუ ესე ან წონას მიაქვს და მოტოციკლს მიუყავა. ადამიანი ეხლა ცუდად ხო? აი ხო ვიხრები. აქ მიჭირს. დაღმართია და ვერ.
გავაკეთე. ეხლა გასწორდა ასპალტი თუ რა მოხდა შენ? კი, დაღმერთი აიწი. აჰა, გადავიხარე, ნახე, გადავიხარე. მამის წამიღო, დაღმერთმა წამიღო. დამი. ხელი, აი რა. წამა ცოტა ხანი გავხურდეთ, ზიგზაგს ვაკეთებ, просто აი ამ პირველ ზოლში. უბრალოდ ზიგზაგი მეტი არა. იგე? ძალიან ხელთან მაშინ უარესად მეყინება ხელი. ზამთარში მოტოს მართვა, არ ვიცი, საშინელება იქნება, ალბათ, ახლა აქ სიჩქარით დავდივარ და უფრო დიდი სიჩქარით ვაწახვალთ, რანაირად ვძლებთ, ვერ ხვდები. მაგრამ ზამთარში ჯობია სწავლა. სილურჯები არ შეგემშენათ ფეხზე, რაც მე მრავლად მაქვს, იმდენჯერ ვარ წაქცეული. ესე ეხლა ნახე. აი, ეხლა ნახე რა შევით. სპირალში დავდივართ. ოკეი? კი. ფერმე. ჰა? არ. ერთი გიგამ გააკეთოს, ხო? ეხლა გიგა გააკეთოს და გვაჩვენებს. გიგა რა გინდა? A few moments later. ორჯერ გავუტანა. შეოხედე. აი მოდი ერთი ცოტა გადავიღოთ რა ზუსტად. შემოხედე მარიო. ჩეპი სიმონ ჩეპი. ესე? აი ეგრე და აი ხელი ძალა. ასე მგონია. შტანგა უნახტი. მიცან. მიდი. მიდი. ბიჭო ძრას ვერ მიკეთე. მიდი იზო. აი მიდი. აუ არა ვერ. აი ესე ქენი ესე დაიკავე. ვერ ვშოვ. ოდნავ მე დაგეხმარები მიდი და მე შენ გააგრძელე. აი, ეხლა გააგრძელე აქედან, გააგრძელე. მიდი, გააგრძელე. მანდ. ბოლომდე გადაწია, ბოლომდე. გადაწია. ნოშკა. მოკლედ. ანუ მთელი გაკვეთლების პერიოდში ძალიან ბევრჯერ წავქცეულარ, მაგრამ ვაღიარებ რომ დღეს როგორ წავიქეცი, როგორებით წავიქეცი, ეგრე არასდროს არ წავქცეულარ და ძალიან ცუდი იყო. ჩვენი გაკვეთლები ფაქტობრივად დასრულდა. და ნახოთ ახლა როგორ შედეგს დავდებ. ეხლა ისეთ განწყობაზე რომ მოტოციკლით გაგონება არ მინდა ბავშვი. დაჟე წავედი, გავაგზავნოთ მიდი. აღარ მინდა. მიდი. გამომართ. არა, ჩაფო დაიფარე და წავედი. აღარ მომდივარ. წრეები დაგვრჩა, მიდი, წრეები დაგვრჩა. დავე, დაიფარე და წავედი. წამა, მალე. მე რა ფიშკები ალა. აღარ დავიდე, ხო? რა მეტია. დაიშალა. ცოტა ზედამხარეთ ვატი. გაეტრიერა. ხელი. მოდი. აქცევას ვეღარ გადავიტან ოღონდ.
აბა თუ გამოიცნობთ რისთვის ვართ ახლა ჩვენ აქ შეკრებილები? მოკლედ, აი ეს არის ჩვენი შეკრების მიზეზი დღევანდელი. რანაირი ფოტოა ეს გამოცვალეთო? რა პროფილში ამოცდა ჩავაბარე თან პირველი ვეცდაზე განსხვავებით ავტომობილის მართვის მოწმობისგან, იმიტომ რომ ავტომობილის პრაქტიკულ გამოცდაზე მოტოციკლეტი შენი სფერო ეს არ არის მანქანა ქალის საქმე ზოგადად და მოტოციკლეტი არის ის რაც გამოგდის. მოტოციკლეტი არის ქალის საქმე? კი, ყველა გოგოს ხდება მოტოციკლეტი. მანქანა არა. მანქანა მანქანაზე მანქანის კონტენტი აქ მთავრდება მეგობრებო და ამიერიდან მოტო კონტენტი იწყება. მართლა ძალიან მარტივად ჩავაბარე. თეორიის მეცადინეობა დაიწყო საკმაოდ გვიან. ეს ჩემი შეცდომა და ჩემი სიზარმაცის ბრალია, თუმცა გეტყვით, როგორი მეცადინეობა თეორია ძალიან ეფექტურად, იმიტომ რომ ჩათვალეთ მე წინა ღამით და გამოცდის წინდილით ვისწავლე აბსოლუტურად ყველა ბილეთი. ანუ 2 დღეში ისწავლე მთელი თეორია ფაქტიურად. ხო, ეგრე გამოდის, იმიტომ რომ მანამდე ვიჯექი და აი გეტყვით რა, ვარემ აქვე გეტყვით, რა არ უნდა გააკეთოთ, ანუ გამოცდები არ აკეთოთ, იმიტომ რომ სისულელეა გამოცდაზე მოდის 30 ბილეთი და შეიძლება 9 ჯერ ჩართოთ გამოცდა, 9 ჯერვე რა ვიცით, 5 ბილეთი გაგიმეორდეთ და ამ დროს რაღაც სხვა ბილეთებს კარგავთ. გახსენით, თეორია უნჯიზე ვაკეთებდი მე, გახსენით და აბსოლუტურად დაახლოებით 22 საკითხია, ყველა საკითხს გავდიოდი რიგრიგობით. ანუ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და აი ბევრად უფრო ორგანიზებულად და უფრო ეფექტურად გავიარე ყველა ბილეთი და ფაქტობრივად ყველა ბილეთის პასუხი ვიცოდი რა. პრაქტიკაც გავიარე და იმდენად მარტივია მეგობრებო პრაქტიკის ნაწილი, რომ აი ვერც კი დაიჯერებთ საერთოდ, რომ გავიარე ყველაფერი და რვიენდა რომ გამოვედი, გამოცდას ვეკითხები და მეთქი მორჩა, ანუ ეს იყო სულ დამთავრდა, იმიტომ რომ აქ რეალურად პისტოპში უფრო რთულ დავალებებს გაძლევენ, რომ მე იქ მისულზე რაღაცა ის მოგეჩვენოთ, აი იმდენად მარტივი იყო, რომ აი 10 გაკვეთილის რო გაიაროთ აქ მართლა შეუძლებელია ვერ ჩააბაროთ რა, თუ რა თქმა უნდა, აქ არის საჭკავებთ და იმუშავებთ და იმეცადინებ. აი ზოგიერთი ისეთი არის, რომ ისეთი ზარმაცი არის ზოგიერთი მოსწავლე მაგალითად, რომ ძალით უნდა ხო შენ ძალით უნდა აიღო და დასვა მოტოციკლებზე რა. მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, ქალბატონო მარომ წარმატებით ჩააბარა თეორიულს და პრაქტიკულ გამოცდაც. მიულოცეთ, მოკლედ მიულოცეთ და მე ხა ერთი აზრი მაქვს შენს მაყურებელთან, რომ მოდი რა ქნა იცი, ვაფშე კომენტარებში დაგიწერონ, რამდენად ისურვებდით, რომ მარომ შეიძინოს მოტოციკლეტი. რამდენად წარმოგიდგენიათ მანქანისგან განსხვავებით მოტოციკლეტით რომ იმოძრაოს მარომ და ასევე შეგიძლიათ დაწეროთ რა მოტოციკლეტს ურჩევდით მაროს. მე კი უკვე ურჩევე და უკვე რა მირჩე მიდი ეგეს მითხარ. არა, მოდი მაგას მე. დატოვებ? კი, მაყურებელმა დაწერონ ჯობია ვის რა მოტოციკლეტზე წარმოვიდგენი ხარ და რომელი მოტოციკლეტი იქნება მათთვის სასურველი რომ შენ ყავდეს და იმოძრაო მე მაგ მოტოციკლეტით. კარგი, დაწერეთ მაშინ კომენტარი, დატოვეთ, ყველა კომენტარს წავიკითხავ აუცილებლად და მოდი საბოლოო ჯამში რომელ მარკასაც ყველაზე მეტი კომენტარი ექნება, იმას ვიყიდე. დაწერეთ მარკაც, მაინც დაწერეთ მოდელიც და იქნებ სასურველი მოდელი გაარკვევთ და ნახოთ რა. სასურველი მოდელი, ვისთვის სასურველი მოდელი შეიძლება მირჩია, იმასო დაემთხვევა. მოკლედ, სულ ეს იყო მეგობრებო. თუ რამე კითხვა გექნებათ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, გამოსასაც დაკავშირებით მომწერეთ და ყველაფერზე გიპასუხებთ. და რავი, ანუ სკოლასთან დაკავშირებით პირდაპირ შეგიძლიათ სკოლას მიწეროთ, ან რავი, თუ გინდათ მე მომწერეთ და მე დაგაკვალინეთ, რაც მეცოდინება და რაც არ მეცოდინება და გადაგამისმართებთ და შეგიძლიათ მიბრძანდეთ სკოლაში და დაეუფლოთ მოტოს მართვის ხელოვნებას. მართლა ძალიან კარგი გამოცდილებას მიიღებთ და რა ვიცი, სადეთ. მადლობა ყურებისთვის, ველოდებით თქვენ კომენტარებს. ჩათვალეთ, რომ თქვენზე არის ახლა დამოკიდებული მაგ მიმართულებით მე რა გადაწყვეტილებას მივიღებ და აბა აიღეთ ეგ პასუხის მგებლობა და მითხარით რა ვიყიდეთ. მაგრამ მითხა ახლა სახინკლეს მკისრულობას ევალდელ დღესთან დაკავშირებით და მე არაფერი მსგავსი არ მithქვამს. მანამდე დაწერეთ კომენტარებში რას უსურვებდით მაროს. აბა დროებით.